საყდრისი ყაჩაღიანის მაღაროს ის ნაწილი, რომელზეც გერმანელი და ქართველი არქეოლოგები მუშაობდნენ, განადგურებულია. ოდერძი ნარიმანაშვილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის ცენტრის თანამშრომელია. ამბობს, რომ დღემდე ერთადერთი არქეოლოგია, ვინც საყდრისის მაღარო ბოლოს ნახა. მე ვარ ერთადერთი, ვინც უკანასკნელად ნახა საყდრისის ის მონაკვეთი, სადაც არის ეს უძველესი მაღაროები. ეს არის 8 იანვარი 2014 წლის. ნამდვილად ის ადგილი, სადაც წლების განმავლობაში მე თვითონ ჩავდიოდი და ნანახი მაქვს ტერიტორია და ვიცი სადაც და რასაც აკეთებდა არქეოლოგიური ექსპედიციის, ნამდვილად მონგრეულია ის ადგილი. საქართველოს კულტურის მინისტრის გურამ მოდიშარიას ბრძანებით საყდრის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2013 წლის 5 ივლისს გაუუქმდა. მოდიშარიას ამ გადაწყვეტილების მიუხედავად სამინისტროს კომპანია RMG Gold-ისთვის საყდრისზე მუშაობის განხორციელების ნებართვა მიცემული არ ჰქონდა. თუმცა 7 იანვარს საყდრისზე სამუშაოები განახლდა. კომპანიამ მაშინ განაცხადა, რომ ეს მოსამზადებელი სამუშაოები იყო. 97-ში დაიწერა ანგარიში, სადაც ცალსახად არის აღნიშნული, რომ ეს არის ნამდვილად ოქროს მოპოვებელი მაღარო, ძველი მაღარო. გასული საუკუნეების 80-იან წლებში ჩატარებული ექსპედიციის შემდეგ საყდრისზე კიდევ 2 კვლევა ჩატარდა. არქეოლოგი გიორგი გოგოჭური საყდრისის საბადოზე ჩატარებული ქართულ-გერმანული ექსპედიციის წევრია. ამბობს, რომ საყდრისი მსოფლიოში უძველესი ოქროს მოპოვების ადგილია. ნათქვამის დასტურად კი ექსპედიციის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი მოჰყავს. ეს არის ექსპერიმენტისთვის საგანგებოდ დამზადებული სამთო იარაღები. იდენტური იმ იარაღებისა, რომელი იარაღითაც ხდებოდა მადნის მომსხვრევა იმ ძველ მაღაროებში. ოქროს შემცველი მადნის მოპოვება პრიმიტიული ქვის იარაღებით. მადნის დამუშავება და დახუცმაცება. მადნის გარეცხვა და საბოლოო შედეგი. ქართულ-გერმანულმა ექსპერიმენტმა მაშინ წარმატებით ჩაიარა. ყველა სინჯი აი ამ მადნისაც და იმ ნიადაგისაც გამონამუშევრებიდან კიდევ ვიმეორებ, გვაძლევს მხოლოდ და მხოლოდ ოქროს არსებობის იმას შემცველობა აი 1 ტონაზე სადღაც 15-14 გრამი. ექსპერიმენტის წარმატების მიუხედავად მას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო არ აღიარებს. არ აღიარებს არც ექსპედიციების, არც უცხოელი სპეციალისტების და არც სპეციალურად შექმნილი კომისიის რეკომენდაციებს, რომლის მიხედვითაც საყდრისის შესწავლა უნდა გაგრძელდეს. სააგენტო მიიჩნევს, რომ საყდრისი არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს. კომპანიას მუშაობის უფლებას აძლევს და დაკვირვებას მხოლოდ სამუშაო პროცესის აპირებს. ეს არის ყველაზე ცუდი, რაც ჩანს აი მაგ დასკვნაში. არსად არ არის ვარაუდის სახითაც კი გამოთქმული, რომ იქნებ ხელახლა მომხდარიყო აი ამ ძეგლის კვლევა. ეს აბსურდია, აბსოლუტური აბსურდია, იმიტომ რომ მოპოვება უნდა ღია წესით უნდა მოხდეს, ხო? მადნის მოპოვება, ესე იგი ის ტერიტორია უნდა აფეთქდეს, ესე იგი, არქეოლოგია და ესე დიდი მასშტაბის სამუშაოები ერთმანეთთან შეუთავსებელია. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსა და RMG Gold-ში მიიჩნევენ, რომ ამ თემაზე საკმარისზე მეტი განმარტებები გაკეთდა და კომენტარს ამ ეტაპზე აღარ აკეთებენ.